ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმრები წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ სტუმრებს კონფლიქტების რეგულირების ცენტრის დამეხმარე ალექსანდრე. კონფლიქტების მართვის სპეციალისტი. კონფლიქტების მართვის სპეციალისტი ალექსანდრე რუსეცკი და გოჩა თევდორაძე უკაცრავად გოჩა რაღაც დღეს დავნეული ვარ. თქვენ კარგად იცნობთ, ეხლაც იყო ეთერში. ღამემშვიდობისა ბატონებო. ღამემშვიდობისა. და მე მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ ძალიან მალე ჩაგვერთვება გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი. მანამდე კი ჩვენ დავიწყოთ იმ თემებზე საუბარი, რაც მე მიმაჩნია, რომ ძალიან აქტუალურია. და აი კონფლიქტების მართვის ექსპერტი ყავს სტუმრად გოჩა. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ოღონდ უარყოფითი თვალსაზრისით ნატოს სამიტი თურქეთში. აი ნამდვილად იმიტომ რომ დღეს არა რატო იცინი გოჩა? არა, ემოცია მოყვება მისი, რა ქვია, ისტორიული მაგაზე თქვი კიდევაც, ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე, რასაკვირველია რაღაც ნეგატიური განწყობი. არა მხოლოდ ისტორიული დღევანდელობიდან და სულ ცოტა ხნის წინ რაც მოხდა, ეხლა ჩვენ გვახსოვს, ხო? ძირითადი მოტივი ომის უკრაინასთან რა იყო? ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იყო ნატო. და ეუბნებოდნენ, რომ არა, ესე იგი ეს ნატოს მოთხოვნა ამოიღეთ მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, შენ გაქვს ესე იგი ვეტოს უფლება და ძალიან ისეთ ნორმალურ პირობებს თავაზობდნენ იმასთან შედარებით, რა დღეშიც არის დღეს უკრაინა, ხო? ხო და ეხლა აი ამ სიტუაციაში ალექსანდრე მაინტერესებს თქვენი აზრი. ჩვენ ხო ჯერ ერთი იმაში კონსტიტუციაში სამარცხვინოდ გვაქვს, ხო? ესე იგი თურმე მთელი ჩვენი მიზანი საქართველოს ისე არის დაკნინებული, რომ მთელი ჩვენი მიზანი კონსტიტუციური არის თურმე ნატოში შესვლა. ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია, მე როგორც იურისტი ასე მიმაჩნია. მაგრამ დღეს როგორც გამწვავებული ვითარებაა, ხო, ნახეთ. ამერიკა ირანზე უკვე აღარაფერს აღარ ვამბობ, ისე აირია სიტუაცია და რუსეთი, რომელიც ახლა არის ძალიან სერიოზულ ვითარებაში, ხო და საუბარი არის არა მხოლოდ რუსული წყაროებიდან, არამედ ამერიკული, ევროპული საქმე მიდის იქამდე, რომ რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში თუ ჩავარდება რუსეთი, ხო? ის მიმართავს ძალიან სერიოზულ ზომებს. და დღეს ახლა მე მახსოვს ხელისუფლებისგან აბა ომი გინდათ, არა ომი არ გვინდა, მაგრამ დღეს ვერ გავიგე ამ გამწვავებულ სიტუაციაში, ხო? ამ სამიტით. მე შავი ზღვის ხსენება, კავკასიის ხსენება უკვე ძალიან საშიშია. მე ესე მგონია. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი ესკალაცია, ნახეთ ამ სამიტმა მშვიდობაზე კი არ ილაპარაკა. ამ სამიტმა მოგიტანა დაგვანახა ესკალაცია როგორ უნდა მოხდეს. ხო და ამაში ხა ჩვენ და მით უმეტეს ხა შავი ზღვა და ასე შემდეგ უკვე ჩვენ ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ, ხო? თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო, ნუ რთულ საკითხებზე მოკლედ საუბარი არ არის მარტივი, ხო? თქვათ მე დავიწყებ შორიდან რომ სხვადასხვა ჩვენ მოქალაქეს, ხო? საქართველოს ძალიან რთული პოლიტიკური წარმონაქმნია რა. გააჩნია სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკური სიმპათიები, ანტიპათიები და ასე შემდეგ. საერთოდ საქართველოს მე არ განვიხილავ მხოლოდ როგორც იმ ტერიტორიას, რომელიც თბილისის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფება, არამედ საქართველოს უნდა განვიხილავდეთ ჩვენ როგორც პლუს ამას არაკონტროლირებადი ტერიტორიები, ეს მეორე დონე არის განხილვის, მესამე დონე არის, ეს არის ყოფილი ტერიტორიები და ეთნოგრაფიული ზონები, სადაც ქართული კულტურის ელემენტები არის დარჩენილი და ძირითადად ეს არის მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიები. შემდეგი დონე ეს არის ფაქტობრივად ის კულტურული, ეთნოკულტურული, ვთქვათ ასე და რელიგიური ობიექტები სოფლიოში, სადაც ქართული კულტურის კვალი არსებობს და ზოგადად დიასპორის თემა, რომელიც იშვიათად არის დღის წესრიგში რა. ამიტომ ეს გლობალური სამიტი საქართველოს, ხო, როგორც ორგანიზმი, ცოცხალი ორგანიზმი, ხო, საკმაოდ რთულად არის სამართალი და ბუნებრივი არის, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყნის გარეთ იმყოფება, ხო, არა მხოლოდ მოქალაქეებს გულისხმობ, არამედ ესე იგი მილიონობით ფაქტობრივად
იმ ადამიანს ზოგს მოქალაქეობა არ აქვს, მაგრამ იდენტობა აქვს, ხო, შემორჩენილი. ზოგს პრობლემა აქვს რაღაცა იდენტობის, მაგრამ ესე იგი რაღაც სამუშაო თემაა. ესე იგი, აი ამ რთულ აგრეგატში, ხო, ბუნებრივი არის თვითონ პოლიტიკა ქვეყნის უნდა იყოს ადეკვატური აი იმ არსის, რასაც შენ წარმოადგენ, ხო? ანუ ლეგიტიმაცია, როგორც ასეთი ხელისუფლების არ განისაზღვრება ამა თუ იმ არჩევნებზე გამარჯვებით წაგებით და ასე შემდგომ. ხო, იურიდიული კომპონენტი არის ლეგიტიმაციის. იურიდიული კომპონენტის გარდა ლეგიტიმაცია შეიცავს სხვა კომპონენტებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ კომპონენტს შეიცავს, რომელიც ფაქტობრივად გადის ძირითადად ნდობის ხარისხის საკითხზე და ესე ხო კომპონენტზე. ესე იგი, რამდენად ენდობა მას, ესე იგი საზოგადოების აი სხვადასხვა კლასტერი, ხო? ის ფორმალიზმი, რომ ესე იგი მე გავიმარჯვე ეს არჩევნები და ავიღე უფრო მეტი პროცენტი და ასე შემდეგ, ეს წმინდა ფორმალური იურიდიული ლეგიტიმაცია, რომელიც ჯამურ ლეგიტიმაციაში არის მიზერული, რა. აღარა საუბარი. თლათ მიზერული არ არის, არა, მიზერული არ დავაყმინებ, მაგრამ დოკუმენტებს გეუბნებით, რომ ასე გიცეთ ეს სიტუაცია არის, რომ ესე იგი მე დღევანდელ ხელისუფლებაზე კი არ ვსაუბრობ ამას. მე ვლაპარაკობ ზოგადად, ესე იგი პირველი დღიდან, ესე იგი ჩვენ დამოუკიდებლობის დღემდე, ესე იგი ეს სცენა და ეს პრობლემატიკა ჩვენ მოგვდევდა სხვადასხვა კონტექსტით და სხვადასხვაებით, ხო? ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის, რომ არის ლეგიტიმაციის ორი მიმართულება. ერთი არის შიდა ლეგიტიმაცია, მეორე არის გარა ლეგიტიმაცია. ესე იგი შიდა ლეგიტიმაციაში ხო ვართ პრობლემურები, ეხლა გარა ლეგიტიმაციას შევხედოთ, ხო? ძირითადი აკტორები შეუნდა გაღიარებდნენ როგორც სუბიექტს, ანუ გელაპარაკებოდნენ რა. შესაბამისად ეს ლეგიტიმაციური თემა, რომელიც პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კომუნიკაციებზე გავდივართ, ხო? არის ძალიან დაზიანებული ეს მატრიცა. ეხლა მეორე მხრივ რო შევხედოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 10 წელია ეწევა პოლიტიკას, რომელიც დეკლარირებულია როგორც სამშვიდობო პოლიტიკა. მე ძალიან მიხარია, რომ ესე იგი ასეთი უშუალოდ ბრენდი აქვს, მაგრამ სამშვიდობო პოლიტიკის ლეგიტიმური წარმართვა გულისხმობს რას? მრავალდონიან აი ამ სისტემაში მშვიდობით ყოფნას. სიმშვიდეს გულისხმობს, ხო? ანუ როდესაც შეშიგით საზოგადოებაში გაქვს ესეთი მძიმე ვითარება, როდესაც ესე იგი პაჭკობით, ესე იგი ადამიანები აღმოჩნდებიან, ესე ვთქვათ, ციხეში, როდესაც აი ეს ვითარება, დაძაბული ვითარება ბუნებრივი არის, უკვე ამცირებს გარე ლეგიტიმაციის საკითხებს. როდესაც მაგალითად მე ალექსანდრ რუსეცკის წარმომიდგენია ჩემი ქვეყნისთვის რა, რომ ესე იგი ეს იყოს დიდი მრგვალი მაგიდა, დიდი სუფრა, სადაც მთელი სოფლიო ჩამოდის, ესე იგი მოლაპარაკებებზე, აქ წყდება საკითხები, რაც აი ამ ქვეყანას და აი ამ კულტურას, ხო, ჯიში და ჯილაკში ესე იგი მოუხდებოდა რა, ხო? იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ჩინეთზე ვილაპარაკოთ, ინდოეთზე ვილაპარაკოთ, ნატოზე ვილაპარაკოთ, რუსეთზე ვილაპარაკოთ, ხო, მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ, ერთმანეთთან ვერ მოგვილაპარაკია, ესე იგი რა გვინდა და როგორ ვიდა. თუ ვერ მოგვილაპარაკია, ცუდი ეს ცუდია, მაგრამ კარგიც არის, იმიტომ რომ ესე იგი სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ. უნდა ვაღიაროთ პირველ რიგში სხვადასხვანაირები ვართ რა. და უნდა ვაღიაროთ ის, რომ სხვადასხვა სიმპათიები და ანტიპათიები გვაქვს. და ეს ბოლშევიზმის თემას, ხო, ბოლშევიზმის თემას თავი უნდა დავანებოთ რა. აი არჩევანი გვაქვს ასეთი, ან ვრჩებით ბოლშევიკებად, პოსტსაბჭოთა ბოლშევიკებად, ან არ ვრჩებით რა. ბოლშევიზმი არის და ნეობოლშევიზმი თანამედროვე, ეს არის ის, რომ ესე იგი მე უნდა ვაკონტროლებდე 100%-ით ყველაფერს რა. და არავის არაფერს არ უნდა უნაწილებდე რა. ხო, ეს პოლიტიკური უზრდელობა. მაშინ გადავხედოთ მსოფლიოს, მთელი მსოფლიო ნეობოლშევიკები არიან. იმიტომ რომ ეს სენი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველგან აბსოლუტურად და კოლექტიურ დასავლეთში. არამეს ამბობს ამ შემთხვევაში და ნაკლებად არის დაბალანსებული ახლა ევროკავშირში, იმიტომ რომ ის არის ძალიან სერიოზული ნებათა ხელვებია შიგნით და დიდი უკმაყოფილებაა. აქ საუბარი სხვა რამეზეა და მე მგონი თუ სწორად მივხვდი, ბატონო ალექსანდრე ამ ნაწილში ჩაგერთვებით. ანუ თქვენ ამბობთ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს. განსხვავებული აზრი არსებობს, შიგნით ქვეყნის შიგნით ჩვეულებრივი რამეა, და ეს განსხვავებული აზრი არ ნიშნავს, რომ ეს არის მტერი.
აი ესაა ყველაზე მთავარი, რომ გინდათ თუ მოღალატე, მტერი, იმის მხარეს, არა, ადამიანს აქვს სიმპათია ვიღაცას რუსის, ვიღაცას ამერიკელის, ვიღაცას თურქის, მაგრამ ეს ჩვენი გარემოა. აი ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ მე იმ რუალმაგიდასთან, რომ იმისი მე შეჯერდეს და აქედან ქვეყანა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, როცა ამას ვახერხებთ, მაშინ სიმშვიდეც არის, რასაც თქვენ ბრძანებთ. კი ბატონო, მაგრამ ეს არის სურვილი, ხო? არა, მე ვამბობ, რომ ასეთი ნება და ღელვა მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს. მე გეთანხმებით, ხალხტონინო, რომ ესე იგი მე არ მეთქვი, მხოლოდ საქართველოს ახასიათებს, მე ვიძახი, რომ პირველ რიგში ესაა პრობლემა პოსტსაბჭოთა სივრცის, მაგრამ სოფლიოში ესე იგი შეერთებული შტატებიც კი ვითომ დემოკრატიის ასე ვთქვათ ეს და ასე შემდეგ დაავადებულები არიან ახლა ესეთი რაღაცებით, რაც არ ჭირდათ აქამდე. ესე იგი ან ჭირდათ და იყო ასე ვთქვათ სხვა ფორმა. დაბალანსებული იყო და დაფარული იყო ბალანსის მიხედვით. ესე იგი აი ეს ანომალიები, ხო, ასე ვთქვათ მე საერთოდ წავიყო საუბარი რა, ესე კონფლიქტის მიმართ, ხო, კონფლიქტის მიმართ საზოგადოებაში არის უარყოფითი განწყობა. შექმნილი, ხო? მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ არსებობს მთელი თეორიული კაპიტალი სოფლიოში, რა, შექმნილი კაპიტალი. უნიკალური პიროვნებები იყო ამის შემოქმედები, მაგალითად ლუის კოზერი, ვებერი და სხვები, ვინც ესე იგი თვლიდა რომ ესე იგი კონფლიქტს გააჩნია პოზიტიური პოტენციალი, რა, და შენ ეს პოზიტიური პოტენციალი უნდა გამოიყენო. ის რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია, ეს პრობლემა კი არა, ეს რესურსი არის. ის რომ მაგალითად პროდასავლური ეგრეთ ვთქვათ ასე ვთქვათ კლასტერი არსებობს, ხო, ესე იგი პრორუსული კლასტერი არსებობს, პროჩინური კლასტერი იქმნება, პროთურქული ხო არსებობს და არსებობს, პროსპარსული არსებობს, ასე ვთქვათ ზიგზაგები და ასე შემდეგ და პროსომხური არსებობს, ყველაფერი არსებობს ჩვენთან რა. ჯიბუტის ჯობნი ვართ ესე იგი ამ ასე ვთქვათ თვალსაზრისით. ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის, ესე იგი ჩვენ გვაქვს კომუნიკაციები, ხო? შესაბამისად, ესე იგი ჩვენ ერთმანეთთან თუ ვითადამშრომლებთ, ხო, როგორც სისტემა ჩვენ გავიმარჯვებთ რა. ვიხოთ იმისა, რომ შეიძლება ჩვენ პოლიტიკური ოპონენტები ვიყოთ, ხო? აი კუნძულ კრეტაზე, ესე იგი შეიქმნა თვითონ ეს ცნება სინკრეტიზმი რა. კრეტიდან მოდის ეს და პოლიტიკური იყო ეს სინკრეტიზმი, პოლიტიკური დაიკრაკა, ახლა რელიგიური სინკრეტიზმი, კულტურული სინკრეტიზმი და ასე შემდეგ. თვითონ სინკრეტიზმი იყო ფაქტობრივად პოლიტიკური შინაარსი. რას ნიშნავდა, რომ ესე იგი კრეტას სხვადასხვა ესე ქალაქი ერთმანეთთან იბრძოდა. ხოდათ კონფლიქტები ერთმანეთთან, ვერ იტანენ ერთმანეთს რა. სუსისხლის ზღვაში იყვნენ. მაგრამ ქონდათ ეგეთი კულტურა, რომ როდესაც გაჩნდებოდა ესე იგი გარემტერი, ისინი ერთიანდებოდნენ ავტომატურად. ხო? აი ეს არის ის სინკრეტული მოდელი, სადაც შეიძლება რადიკალურად იყოს განსხვავებული, ახლა მე მინდა დანტოში თუ ევროკავშირში და იმას უნდა ესე იგი რუსეთის მასში თუ ევრაზიულ ბლოკში და იმას კიდე სხვა რაღაცა უნდა. და უკაცრავად აი ესეთი ქართული პროკართული არ მინდა ეს პრო არ უხდება ქართულს. და ეს ქართული არ შეიძლება. ეგ არის ქართული ზუსტად. ქართული რა. ყველაფერს ერთად გაერთიანება ხდება. კი, მაგრამ პირველ რიგში არის რაღაცა ამოცანები, ხო, გოჩა. და არის კიდე რაღაც აი ძალიან რთულად გადასალახი პრობლემა, აი ვისაც აქვს სხვა აზრი. აი რატომ იცით? იმიტომ რომ როცა შენ იცი, ის ადამიანი არის დამნაშავე, ხო? 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და მას სინანულიც კი არ ქონია. ჩვენ სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ამ სინანულზე საუბრობდი. აქედან გამომდინარე, მათთან დადგომა მე მათ ყველას ბოლშევიკებს არა ნეოტროცკისტებს უწოდებ. ეს ნაცები, შმაცები მნიშვნელობა არ აქვს. აი ძალიან რთულია. რატომ იცით? იმიტომ რომ დაჯერების ფაქტორი არ მაქვს, არ მჯერა. მას მაშინ ხელისუფლებაში რო იყო, ისე აწყობდა, დღეს ახლა ოცნება არ უნდა და ესე ლაპარაკობს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ არ შეიცვლებიან. ხო და აი ეს პრობლემა არის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში რა. ხო, მე გავიზიარებ ყველა აზრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იყო მონაწილე იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის და არ უჭერდა მხარს. და ვინც უჭერდა მხარს და ვინც მონაწილე იყო, იმისი არ ვიცი, ნახე, მე არ მჯერა, მე იმასთან ერთად არა, ნახე რა არის გოჩა, მე ხო მაქვს უფლება, მათ ხო აქვთ უფლება რომ არიან. მეც ხო მაქვს უფლება რომ ისა გავაკეთო არჩევანი, მინდა იმათთან ერთად სიმართლე,
იცი რატო? იმ სიმართლის ამჯერა, მათი ბაგებიდან სიმართლის მე არ მჯერა, იმიტომ რომ მაშინ სად იყვნენ, როდესაც თვითონ ასე საშინლად ექცეოდა მთელ საქართველოს გაუპატიურეს, ხო? და ალბათ დამეთანხმები რა და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა გვაქვს საქართველოში რა. სერიოზული პრობლემაა ეს. და ისე სხვა აზრია აბსოლუტურად რატომაც არა მე გოჩას ხშირად არ ვეთანხმები შეიძლება თქვენ არ დაგეთანხმოთ თქვენ არ დამეთანხმოთ მე მაგრამ ჩვენ მოვახერხოთ ხო რაღაცა იმასთან მისვლა მაგრამ ხან მე თუ მეწოდინება რომ გოჩა ის ტიპია ვინც დაუშვა შენ ელაპარაკები ნინო ეხლა კონფლიქტოლოგს და კონფლიქტოლოგს თვითონ კონსტიტუცია აქვს ესე რომ ეს კონფლიქტი უნდა იყოს კიდევაც მთელი არსი იმაში არა ეს კონფლიქტი ისედაც არის ნახე ეს სხვა კონფლიქტია და ძალიან მნიშვნელოვანია გოჩა შენ სულ გინდა რომ ეს თემა გადაბარო მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაში ალექსანდრე რაც არ უნდა მელაპარაკოთ ახლა თქვენ კი მე ძალიან დიდ პატივს ვსვამ თქვენ აზრებს მაგრამ ეს მოცემულობა არის და ამ მოცემულობაზე ახლა თვალის დახუჭვა და რაღაცა აბა იმათ რა გასაგებია ახლა ეს მოცემულობა 89-შიც არსებობდა დაუშვათ კომუნისტებთან მიმართებაში არა ეს სხვა იყო მნუშევადა ნებისმიერ დროს არის პოლიტიკური ოპონენტი, ვისაც ჩვენ რაც გაუკეთებია, იმაზე 10-ჯერ მეც მივაწერთ კიდე რა. ესე იგი, ამით ჩვენ ვცოცხლობთ პოლიტიკოსები რა. პოლიტიკური რიტორიკის თემა ხო, საქართველოს არის ოსტატი რა ამაში რა. ფასისის რაში და ფასისის რიტორიკის სკოლა საქართველოში არის შექმნილი და არა დაუშვათ სხვაგან. ხო, ესე იგი, მე ვიძახი იმას, რომ იცით, რიტორიკა უნდა შევცვალოთ რა, განწყობები უნდა შევცვალოთ. ნახეთ, ის არის შენი ოპონენტი, ნინო, მაგრამ იმისი შვილი ხო შენ შვილთან ერთად დადის ბაღში. ხო, საიმაში სკოლაში. ხო, ესე იგი, იმისი დედა შეიძლება აღმოჩნდეს დედა შეთან ერთად ერთ პალატაში მაგალითად, ხო? ესე იგი, ჩვენ ვართ ერთი ოჯახის შვილები ყველანი. ესე იგი, არიან წაქცეულები, არიან უშუალოდ სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებული ხალხი. ესე იგი, რა ვთქვათ, რომ ის ჩემზე ნაკლები ქართველი არის, დაუშვათ, იმიტომ რომ იჭხირავს. არა, რო იჭხირავს, არა. ვინც მაგალითად ამდენი სისხლი დაღვარა, ესე ექცეოდა პატიმრებს, ასეთ საშინელებებს აკეთებდა, ის ნამდვილად სხვა. გასაგებია, მაშინ იცით, მაშინ არანაირი ფულის გამო, არანაირი რაღაცა мотиваციის გამო ამას რო აკეთებ, მოინანიე, ალექსანდრე. ჩვენ ვხედავთ მონანიე. მაგრამ მე ვხედავ სხვა რამეს, იცით, რომ ესე იგი, გავიდა ამდენი წელი, ხო? ესე იგი ნაცების გასვლის ხელისუფლებიდან. პოლიტიკიდან კი არ გასვლა, ხელისუფლებიდან გავიდა, ხო? და მე ვერ ვხედავ იმ დაჟილ, ესე იგი ნაცებს, რომელებიც ესე იგი აი ამ რაღაცებს ჩადიოდნენ, რა თქვა იურისტი ბრძანდებით. ხო და გავიგე, ხო, ცუდი რო არის, მაშინ ვილაპარაკოთ სხვა განზომილებაში. დამნაშავე, ხო, უნდა დაისაჯოს. თუ არ დაჟილი, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენ შეჩვეულები ვიცით რასა ვართ, რომ აფხაზეთის ომი რო იყო, ცხინვალის ომი რო იყო, იქ სამეგრელოში რაც ხდებოდა, იქ სხვაგან რაც ხდებოდა, ის ხალხი დაჯილია ყველა? არა, რა თქმა უნდა. ხო? ესე იგი, ეს უკვე სცენი არის, რომელიც ფაქტობრივად არ შეიძლება ხო ერთ საფლავზე მივიდე? ეხლა, ნახეთ რა ხდება. აფხაზეთი მისი ცენტრაციას აკეთებს პატივცემულ ქაუტონინო, ესე კონკრეტულ იმებზე რა. მაგრამ სისტემურად შეხედეთ ამ საკითხს რა. ჩვენ პრობლემა რა ხამ გვაქვს, მოდი ამ პრობლემაზე ვილაპარაკოთ რა. ესე იგი, გასაგებია, როდესაც ეს თემა უნდა დაიხუროს რა, რომ ესე იგი, უნდა შევეშვათ აი ამ განვითარების დონიდან ახალ დონეზე უნდა გადავიდეთ. აი ამისთვის კონფლიქტი და კრიზისის მიმართ უნდა შეიცვალო განწყობა. იქნებ მე რომ დაუშვათ ეს მჭირს და ხლა გამოგზავნილი არის ჩემთვის ეს კონფლიქტი და ეს უბედურება, თუ მე მოვახერხე ამისი მოგვარება, შეიძლება მე ამით ფაქტობრივად დივიდენდი შევიქნო, რომ სხვას ვასწავლო უცხოეთში, ხო სიტყვაზე, ხო? მე თუ მოვახერხე შიდა არა მე გეუბნებით იმიტომ ჩვენ მაგალითს გულისხმობ ნატოზე ვერ ვილაპარაკებთ თქვენ ხო ნატოთი დაიწყეთ ხო მე შორიდან გითხარი დაგპირდით და შორიდან წაბულობ მეთქი ნატოზე ვერ ვისაუბრებთ ჩვენ აზრი არ აქვს ამ საუბარს თუ ჩვენ შიდა პრობლემებს არ მოვაგვარეთ შიდა პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკას შორის დიდი ხანია აღარ არსებობს საზღვარი არანაირი საზღვარი არ არსებობს ეს ერთი არის პოლიტიკა არის რომელიც საგარეო პოლიტიკა საშინაოში არის გადაბმული გადახლართული. არა ეს აი შენ ვამბობდი ესკალაცია.
ესკალაციური სიტუაციის დროს, როცა მსოფლიოში ეს ხდება, მაშინ სავსებით ვეთანხმები ბატონს, იმიტომ რომ ერთმანეთს არა თუ ებმება, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას გამსაზღვრელიც კი არის ხოლმე, იმიტომ რომ ის ტერმინი მეხუთე კოლონის, ხო, რომელიც ესე გაჩნდა ხო სინამდვილეში თუ კი დაუფიქრდებით ის ძალიან საინტერესო რამეა. ანუ 4 კოლონით მივდივარ და როცა ვიცი რომ იქ მე ჩემი მომხრე ყავს, იმიტომ მართლები ვართ რაღაცაში. ის მეხუთე კოლონა ცუდი რამე კი არ არის მაშინ. ის მეხუთე კოლონა რომელიც ქვეყანაში ხანდახან წვეთს მართლაც ყველაფერს, იმიტომ რომ გააჩნია სიმართლე რომელ მხარესაა. მნიშვნელობა და მეხუთე კოლონა ემატება სწორედ იმას რომ იმ ქვეყანაში საჭირო იყოს შეცვლილიყო მდგომარეობა. ასე რომ გარედან იმის არ იყოს მე სხვათა შორის საინტერესოა მაინც ახალგაზრდებს ყურადღებას ვაქცევ ხოლმე იმას ცოტნე ივანიშვილმა გამოთქვა ესეთი აზრი რომ გარედან დაქირავებულ პოლიტიკურ ძალებსო როგორ უნდა დაელაპარაკოო, როცა ქვეყანის შიგნით არისო რა ლაპარაკიო და ამას გულისხმობდა რომ ანუ რეალურად ის ქვეყნები რომლებსაც გარკვეული გავლენები აქვთ და აქ პოლიტიკური ძალები რომლებსაც აწყობილი აქვთ თავიანთ მაშინ ეს გამოდის არა ქართულ თამაშს თამაშობენ იმიტომ გაყიდულები არ არის სწორი მე როდესაც ქვეყნის შიგნით არ მაქვს ის გარემო შექმნილი რომლიდანაც მე შემიძლია რომ ზემოქმედება მოვახდინო მაშინ რასაკვირველია გარეთაც ვეძებ ამას და ასე დღეს კი არა მთელი ისტორია საქართველოს ისტორია გინდათ სოფლიოს ისტორია გინდათ ხო მეფეებს შორის შვილთან თუ დათარდებოდა გოჭა დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს 21 საუკუნე გოჭა რომსა და პარტიას შორის დაძაბულობაში მას რა ქვია რადამისტი რომელიც გადაიხრება ფარსმან პირველი ჩვეულებრივი რამე იხრება ხან ან რომის მხარეს ან პარტიის მხარეს იგივე ოსმალეთისა და თქვათ იგივე ბიზანტიის დროს ჩვეულებრივი რამეა ამაში თვითონ ხელისუფლების ხელიურებია რატო ნახეთ რა არის აი აბა რა გინდათ ომი გინდათ ჩვენ არ ვიქნებით ისინი იქნებიან აი ნეოტროცკისტებს მაგალითად ნეოტროცკისტებს ხოლმე ვისაც გულისხმობ ყველას ერთად რას ეს დანიშნული ოპოზიცია როა მათ რომ მართლა უნდოდეს ქართული ოცნების მოშორება 1-5-6 თვე ჩუმად იქნებიან რომ ხალხი ვინსაც არ შეუძლია მე მაგალითად სხვისი დედის უბედურებას მე ღმერთი არ მთხოვს რომ სხვა დედის უბედურება ვაპატიო იმის შვილის მკვლელს ვერ მომთხოვს ამას იცი მე ჩემ ტერს უნდა ვაპატიო პირადს ხო და მე ძალიან გამიჭირდება რომ აი სხვისი დედის უბედურება მე ხა ავიღო და ვაპატიო მათ რომ მართლაც უნდოდეთ რომ ქართული ოცნება წავიდეს ცოტა ხანი ჩუმად იქნებიან რომ მისცენ საშუალება ხო პოლიტიკური ძალაა ის პოლიტიკური ძალა ის კი არ უნდა რომ წავიდეს და მას უნდა თვითონ მოვიდეს და აქედან გამომდინარე ის თავის საკუთრებას უნდა არ უნდა ხო არა მე სხვათა შორის ამ თემაშიც მე ვერ ვიტყვი ვიღაცას კიდულობს არ კი რატო ყიდვის მომენტიც კი მე ცოტა უფრო სხვა პარამეტრში უყურებ ის ხო თვლის რომ იმ მომენტში აი მასე ხშირად მიდიოდა საუბარი მიშაც კი ჩაერთო იქედან 40 მილიონზე რომელიც იყო მე 40 მილიონზე შეიძლება ეშმაკს გამოვართვა იმისთვის რომ საქმე გავაკეთო მე როგორ ვაკეთებ ესა შემოკარგო მართლმადიდებელი ხარ ერთი წუთი რა ეშმაკს რომ ხელკავს გაუყრი ქრისტესა ვეღარ მიხვალ თუ არ მოინანიებ ნახე ეშმაკისგან რომ 40 მილიონს მიიღებ ის 40 მილიონი კეთილ საქმეს ვერ მოხვა და მე არ მგონია რომ ამ თემაზე მე და შენ და ვილაპარაკოთ ეხლა თუ ჩვენ გვისმენენ როგორ შეიძლება ჭუჭყიანი სისხლიანი ეშმაკის ფული ხო შენ კეთილი საქმე ფული მოდი ესე ავიღო ფული არ არსებობს მაშინ კეთილი საქმე საერთოდ არ არსებობს ფული როგორც კი არსებობს კეისარს კეისრისაა და მაშინ რაღაცა გითხრა ნურას დროს მოიქცეო ეშმაკს ხელკავს რო გაუყრი ბიძინევალიშვილის ფულით რომ გაკეთდა რევოლუცია რა კეთილი ფული იყო თუ რა მნიშვნელობა ფულს აბა რა მოხდა 12-ში რო შეიცვალა ივანიშვილის ფული იყო ხო და რევოლუციას და იყო სწორი ფული არ მეთხრე ახლა წინდა უნდა ჩავუყურებ აქედან გამომდინარე ყველა ფული რომელიც არსებობს კიდევ ამბობ როგორ გამოიყენებ ამას საქმიანობა ანუ გეუბნები რას ეშმაკსაც კი გამოვართმევ ფულს კეთილი საქმისთვის მე გეუბნები და ყველას მოუწოდებ ეშმაკის ფულით ხო ეშმაკი ესე რქებით და კუდით არ მოდის და არ გელაპარაკება მე გეუბნები რას რომ რეალურად ის ადამიანები ჩვენ გადავეკიდეთ ეხლა ერთმანეთს ყველანი ვამბობთ და ყველაზე მაგრამ ეს ვისაც აწყობს არის ბიძი და ივანიშვილი და ჩვენ ყველა ეხლა ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ ერთი ნაწილი არის ამერიკის აგენტები მეორე ნაწილი არის რუსეთის აგენტები ეხლა რუსეთის აგენტის იმაზე უნდა დავილაპარაკოთ მე მესამე დაიჭერენ იქნება აგერ რუსეთის აგენტია ამიტომ ასე ხო დავარქვით
არა მე არ დამირქმევია. ბიჭო, მე გეუბნები ქართველმა საზოგადოებამ. ხელისუფლებამ და ხელისუფლება ამას ამერიკის აგენტები ყავს? მე გეუბნები ბიზნეს აგენტები ყავს? მომისმინე ჯაშუშები. ანუ სანამ აგენტები ყავს და ჯაშუშები ყავს, არ გვეშველება რა ესე რა? იმ აგენტთანაც უნდა დავჯდე და გადავწყვეტო რომ აი ამ საქმეში აგენტი კი არა, კიდე გეუბნები. ნავი უნდა მივიყვანოთ ნაპირამდე. ეხლა ამ ნავზე მე ამასთან ერთად ნიჩაბს არ მოусმევ, იმიტომ რომ ეს იმის რა დროს ეგ არის? მე ესე ვუყურე. რა დროს ეგ არის კი არა, ალექსანდრეს წავართვით ახლა სიტყვა, ძალიან გთხოვთ. ხაზია ბატონი ლაშა გოლუბიანი, გულბად ცხილაძის ადვოკატი. ლაშა აღამშვიდობისა უკაცრავად. გამარჯობათ, უკაცრავად ქუჩაში ვარ, სახში ვერ მივედი, ვეღარ მოგიცავს. რა არის ახალი? გამოიკითხა თუ არა გულბად ცხილაძე? არა, ამ ეტაპზე გამოკითხული არა, მაგრამ როგორც შევატყი, არ საპირებენ გამოკითხვას. აბა რა საპირებენ? არ ვიცი, რა საპირებენ, ანუ რაღაც მასალები აქვს, ამის უნდათ რომ სასამართლოში დაუმტკიცონ, ეგ აბსურდული ბრალდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ეგეთი რომ ჩვენი მოთხოვნა რო იყო და რო გვაიმედებდნენ რომ კი ციხის პირობებში გამოვკითხავ და ასე შემდეგ, ჯერჯერობით გამოკითხული არ არის. ხო და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მომავალში სად გამოიკითხება როგორ მასალები გაქვთ რამე რა იცით, აი თუ გაუთქმელობაზე ხშირ შემთხვევაში აქ ჩვენთან უკვე ესეა. საქმე იხურება გაუთქმელობაზე ადვოკატს ხელწერილს აწერილებენ და ვართ რაღაც ჩაკეტილი იმაში და შეგვიძლია თუ არა აი რაიმეს თქმა აი დაახლოებით მაინც რომელი ქვეყნის აგენტზე გვაქვს ლაპარაკი ეგ მაინც რომ ვიცოდეთ ექსპერტიზა ტარდებოდა ხო რა არა მაგას ვერ გეტყვით ახლა ვერ გეტყვით რომელი ქვეყნებია საუბარი ორი ქვეყანაზე როა საუბარი მაგას დაგიდასტურებ თვითონ თუ იტყვიან კი ბატონო მე ვიტყვი მაგრამ ბევრჯერ გაჟღერდა სწორი ვერსია მედიაში და თუ დააგვირდებით და თანანალს გააკეთებ ხო მიხვდებით რომელი ქვეყნებია გამოკითხვით სასამართლოზე მაინც გამოვკითხავთ რა თქმა უნდა დღეს დამატებითი მტკიცებულებების გაწვლა მოხდა ერთმანეთში ანუ ექსპერტიზა რო ახსენეთ ქალბატონო ნინო კი ექსპერტიზა ჩატარდა ამოღებულია მთელი ინფორმაცია კომპიუტერიდან ტელეფონიდან ასე შემდეგ ну 12 ტომი თუ იყო აქამდე ეხლა გახდა 14 ტომი მაგრამ როგორც ის 12 ტომი იყო მაკულატურა 2 ტომი დაემატა მაკულატურა ეგ არის და ეგ ხოდა რა მტკიცებულებებია ლაშა აი რა მაგალითად არაფერი ანუ დეტალურად ეხლა ვერ ვისაუბრებ რა არის მაგრამ დაემატა ის ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები რა საჯარო აქტივობებსაც გულბაათი ახორციელებდა ეხლა რა უნდა ქონოდა კომპიუტერში შენახული ხო ის ვიდეო და აუდიო მასალა და ფოტოები კონფერენციებს თუ რა თემაზე და სადატარებდა ანუ რასაც საჯაროდ ამბობდა თვითონ ანუ უბრალოდ დამატებით რაც კომპიუტერიდან ამოვიდა ფორმალურად წარადგინეს და მტკიცებულების სახე მიეცა ეგ არის თორე რამე ღირებული იქ და ისეთი პირდაპირ მტკიცებულება რომ ამ ადამიანის რაიმე დანაშაული დასტურდებოდეს ამით საქმეში არ დევს ძაღლები ყეფენ არ გიკვინოთ ხო აი დიდი მადლობა ლაშა ესე იგი ახალი არაფერი არ არის და ახალი არაფერი არ არის გაამხნევეთ რო ნახავთ ჩვენგან ერთადერთი რა შეიძლება უთხარით რომ გიქნება გაამხნევდეს მართლა აუცილებლად მადლობა შემდეგი ორშაბათიდან უკვე სასამართლოები დაიწყება და დანარჩენს უკვე ვიდავებ სამართლებრივად კარგით დიდი მადლობა ლაშა მადლობთ გაამხნევეთ გულბაათი აი ჯაშუშები და აგენტები არა სასაცილოა პირდაპირ იმიტომ რომ შევქმენით უკვე ეს გარემო სადაც ადვილად ნოყიერი ნიადაგია ამისთვის შექმნილი მოწოდები ვართ ძალიან ალექსანდროს ვკითხოთ აი ნახეთ თან რასაც თქვენ ამბობთ ეს კაია მაგრამ რთულად მისაღწევია არა და დრო ხო იცით როგორ არის არა დრო არ ითმის დრო ჩქარობს რაღაცა სიახლეების მომსწრები გავხდებით ოღონდ ეს სიახლეები არ იქნება დადებითი გესმის ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში მე იმიტომ ვთქვი ესკალაცია რომ იქ მშვიდობაზე არ იყო ლაპარაკი იქ იყო პირიქით ჩვენ ასე და ჩვენ ისე და მე ამ შავი ზღვის თემა წამოტივტივ და რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ მოცემულობით რა თქვენ რასაც ამბობთ კაია მაგრამ ვერ ვასწრებთ ხო ამდენი წელია და რა ვიცი საერთოდ მე მგონი ინტელექტი უშლის ქართველებს რომ იმდენად არის ინტელექტი რომ რა ქვია ყველას თავისი აზრი აქვს ხო და აი რა უნდა ვქნათ აი ამ მოცემულობაში თორე ის რო იყოს ეს კაია მაგრამ ანუ იცით როგორ არის სიტუაცია კაბდონინო რომ ესე იგი ის რაც დაუშვათ ვიცით რომ კარგია ხო ახლა რწმენაზე საუბრობთ ამათობით რაღაცებზე ჩვენ ხო ახლა ვთქვათ სამი ადამიანი ვზივართ ხო
ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანები. რა თქმა უნდა. ჩვენ ხო ასე ვთქვათ, წმინდანებად ვერ გარდავიქცევით რა, მაგრამ ჩვენ ხო გეს საზროვნებაში ხო ვაკეთებთ. ჩვენ ხო ესე აღვიზარდეთ, რომ ესე იგი დაუშვათ ილია მართალი იყო, სერაფიმე საროველი იყო, სხვა იყოს, ესე იგი, ჩვენ ხო ასე ვთქვათ, როდესაც რაღაცა ქცევაზე არის საუბარი, ხო, ესე ვთქვათ, ჰეროიზმზე საუბრობდით, წინაში რა უნდა ესე ვთქვათ, გმირი ვინ არის შეთვის, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ვის შენ უწევ ანგარიშს, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ, როგორ მოვიქცე რა, ხო? ახლა მე რომ პატარა ბიჭი ვიყავ, ჩემთვის დატატუტაშხია იყო გმირი რა, ესე აი ფილმად ჩემს ბავშვობაში, ესე იგი ჩემზე მოხდა ძალიან დიდი შთაბეჭდილება რა, ასე ვთქვათ, აი ჩემთვის ერთ-ერთი ავტორიტეტი იყო, ასე ვთქვათ, ესეთი პერსონაჟი, ხო? ანუ დღეს ვინ არის ავტორიტეტი ჩვენი უშუალოდ შვილებისათვის, ჩვენი მომავალთაობისათვის, პატარებისთვის ვინ არის ავტორიტეტი? ხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ქმნით აი ამ ავტორიტეტების გარემოს, რას ეყრდნობა? თუ მხოლოდ და მხოლოდ ისაც თქვენ ახსენეთ, აი ეს ელექტრონული უშუალოდ ქსელები და სინე არის ფაქტობრივად ამის გადამწყვეტი, ვინ იყოს მისი ავტორიტეტი დღეს, ხო? ანუ თვითონ აღზრდელობითი კომპონენტის მომენტი არის. ხო, რთულია. მაგრამ თუ ჩვენ გავეწყობთ იმაზე, რომ ეს მიუღწეველია და თუ ჩვენ დავიწყებთ, იცით რას, იმას, სადაც ჩვენ ვაკეთებთ, ესაა სეპარატიზმი. ესაა პოლიტიკური სეპარატიზმი. საქართველოში პოლიტიკური სეპარატიზმი მხოლოდ იქ ცხინვალში და სოხუმში არ არის. საქართველო გაჟღენთილია პოლიტიკური სეპარატიზმით. პოლიტიკური სეპარატიზმი და სეცესიონიზმი ეს არის ის, რაც არის ეროვნული იდეის ერთიანი ქვეყნის ფაქტობრივად საწინააღმდეგო კონცეფტი. და ეს არ არის ახალი ხილი, ეს ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და ოდითგანვე იყო ბრძოლა ესე იგი ფაქტობრივად, ხო, ესე იგი ცენტრალურ ხელისუფლებასა და უშუალოდ სეპარატისტულ დაჯგუფებებს შორის. ესენი მხოლოდ რეგიონალური ერთეულები, ესენი იყვნენ მაგალითად ვაჭრები, რომელსაც თავისი უშუალოდ სავაჭრო ინტერესები ჰქონდათ, სხვა ესე ვთქვათ, ეთნიკური თუ პროფესიული თუ სხვა ტიპის ჯგუფები, ხო? ესე იგი, ჩვენ უნდა ეროვნულ კონსენსუსამდე მივიდეთ, ეროვნული თანხმობის იდეა უნდა ავაღორძინოთ. ჩვენ რაღაცა მომენტებზე ესე იგი უნდა დავხუჭოთ თვალ და რაღაცაზე კიდე არ უნდა დავხუჭოთ თვალ. ჩვენ რაღაცებს უნდა შევთანხმდეთ სტრატეგიულად სულოვანი რა. ეს არის კონსტიტუცია. თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ბევრი რაღაცა რაც კონსტიტუციაში და კანონებში ჩვენ მქონდა გაკეთებული, ხო, ეს იყო ფაქტობრივად რა? ეს იყო არალეგიტიმური კონსტიტუციის, არალეგიტიმური კანონების მთელი ხროვა, რომელიც დღესაც სამწუხაროდ დღესაც რატომ არის? იმიტომ რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ უმცირესობის ას, ჩვენ არ ვითვალისწინებთ ვიღაცა ისეთი პიროვნებიც, როგორც არის გულდბად ცხილაძე, მაგალითად ას, ხო? ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის პიროვნების, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, რაში იცით? იმიტომ რომ იმას გააჩნია მისი მსხვერპლობა და მისი აზრები და იდეებს მე 99% შეიძლება ვერ ვიზიარებდი და არ ვიზიარებდი, მაგრამ იმას გააჩნია თავისი ხედვები რა. ბოლო-ბოლო მას გააჩნია კონტაქტები, ესე იგი იმ ქვეყანასთან თუ მეორესთან, მესამესთან თუ მეოთხესთან, ხო, შენ გაგაჩნია, არ გაგაჩნია, ხო? შენ თუ ქვეყანა ხარ და სახელმწიფო ხარ, ხო? უნდა მას ესაუბრო. რესურსად თქვენა, რესურსად აქცია ეს ყველა. კონტაზურის ფუნქცია რა არის? კონტაზურის ფუნქცია თუ ეს აგენტია, მეჭვებარება რომ გულბაცხლის აგენტი იყოს, ხო? მაგრამ თუ აგენტია, ხო, შენი ამოცანა გადაიბირო და არა ფაქტობრივად ესე იგი ის გააფუჭო საზოგადოების თვალში რა. ამეგეთ აი ეს არის ესე ვთქვათ ის უშნო რაღაცა ერთუჯრედიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ესე იგი წლების განმავლობაში ვეწევით რა. არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულებით ჩვენ ქვეყანა რო ავაშენოთ რა. არ შეიძლება კი, მაგრამ ეს არ ახალია, ძველია. მე იმიტომ გითხარით, ეს მოცემულობა გაქვს, გესმით? კი, ამბობთ თქვენ, ხო, მაგრამ ნუ ჩვენ ვიცით რომ ხა ამის განხორციელება, ხო, ნუ რბილად რომ ვთქვა გამორიცხულია. ამ უახლოეს ეტაპზე, რომ აი ეს ყველაფერი გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ვთქვი, დრო არ ითმეს, დრო ძალიან ჩქარა მიდის, რაღაც პოლიტიკური მოვლენები მთელ მსოფლიოში ხელის გულზე დევს. ამიტომ მე რატომ ვახსენე, იცით, ნატო სამიტი, რომ აი დღეს როცა ესეთი გამწვავებული სიტუაციაა და ნატო სამიტზე ჩამოყალიბდა აი ეს ესკალაციური დამოკიდებულება და არაპირიქით, ხო? და შავი ზღვის თემაც ამოტივტივდა, ჩვენ ვართ გარკვეული საფრთხის ქვეშ. ის აი რა საფრთხე გაქვს? არ ვიცი, იცი, მე კიდე გიმეორებ რა. რა საფრთხე საიდან? ანუ საფრთხე, როგორც არის ის, რომ გავუტანო ნინომ არ იცის, ამ საფრთხეს ქვია გაურკვევლობა.
გაურკვევლობაში არის საზოგადოების დიდი ნაწილი. გაურკვევლობა ხდის ფორიაქს, ფორიაქი ხდის შფოთვას, შფოთვა ხდის პანიკურ მდგომარეობას, ნევროზს და ძალიან ბევრ პრობლემას ფსიქოსომატური ხასიათის. არა, ჩემო კარგო, მე არც ნერვოზი მაქვს. ყველასა ვაქვს გაურკვევლობა. ისე თქმა მინდა. აბსოლუტურად კონკრეტულად დღეს ვიცით, ხო, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან დაძაბული და რუსეთის განცხადებები, ოფიციალური განცხადებები, კრემლის განცხადებები გვაპარაკია იმაზე, რომ რამე რო იყოს, ჩვენ უკან არ დავიხებთ, ხო და აქ არის ლაპარაკი. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? სომხეთში რა ქნა? ნახე, სომხეთში რა ქნა? აზერბაიჯანთან რა ქნა? და ეხლა ძალიან მწვავე სიტუაცია. ანუ შენ მიგაჩნია რომ არის. რატო უნდა გააკეთოს რუსეთმა? აი მე იმას ერთადერთი ჩემთვის ალოგიკური იყო და მართლა ვერ მივხვდი და საინტერესო იქნება მართლა თქვენი რაში ჭირდებოდა ცხინვალში რაც ეხლა გააკეთე. უკონტროლო იყო მისთვის რამე შეეცვალა. აი იურდიული ეს ფორმა თითქოს რაღაცის შეცვლის, აი რა ჯანდაბა მართლა ვერ ხვდები, ვერ ჩავწვდი ვერაფრით, იმიტომ რომ რაღაცა შემდგომი ნაბიჯები მეთქი მაინც დამანახებს ამას. არ შემდგომი არაფერი არ გამოჩნდა. ანუ ნინო, რასაც შენ ამბობ, ხო ეხლა ეს ხელისუფლებაც ამბობს რაღაცა საფრთხე გვაქვს რუსეთთან. რა საფრთხე გვაქვს? საფრთხე, ნახე რუსეთთან შერობა. შენი არჩევანით გაქვს საფრთხე. მე რატო დაიწყო 22 წელს ომი? ყველაზე ძირითადი მიზეზი რა იყო? და შენ დღეს, ხო? დღეს ამ სამიტში მონაწილეობა ასე ძალიან რთულ ვითარებაში გვაგდებს. კარაგანოვი აცხადებს, მომისმინე კარაგანოვი ძალიან დიდი ცოდვაა. გესმის რომ ჩვენ მივმართოთ რაღაც ატომურ იარაღს, მაგრამ უფრო დიდი ცოდვაა თუ არ მივა ვაქამდე, ჯერჯერობით არ ვიცი, ნახოთ, ხო. ეს სხვადასხვა ტრამპი უცნაური ადამიანი კი, მაგრამ ძალიან საინტერესო ჩემთვის და აი კაცი გამოვიდა და მე ჩემი ხედავ რომ ალალა თქვა. რომ მომეცით რა ეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, იმიტომ რომ აგაცილეთ რა ამ ომს რა, უსინდისოები ხართ ამას რომ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ის რაც დაიწყო მისმა წინამორბედმა, აი იქ საფრთხე იყო, რომ რუსეთს ატომური არა, ჩემო კარგო, ეხლა თვითონ რუსეთი აცხადებს და კაცმა უკრაინას დაანება თავი და ირანთან დაიწყო ომი. ანუ ვერც ერთი ვერ მეთქვით რომ მომეცი ატომური არა, ჩვეულებრივი იარაღი, იმიტომ რომ მე თვითონ ომი მაქვს. ტრამპს გადაეცი რა, ჯერ დაამთავროს ომი და მე ვისი და რატო დამთავრებული რა აქვს? კაი, ხა ტრამპზე სალაპარაკოთ, არა ვარ ალექსანდრე, არ ვარ. ხო, ანუ მოდით ეხლა ჯერ ერთი რეზუმე გავაკეთოთ. არა, ერთი წუთით მოდით ეხლა პირველ რიგში განწყობა, ხო, დიდო თუ ჩვენ დეპრესიული და პესიმისტური განწყობით ვისაუბრეთ ეროვნულ პრობლემებზე, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრიზისიდან ვერ გამოვალთ და უფრო მეტიც ცუდს ვიტყვი. კრიზისიდან გავლის ორი გზა არსებობს რა. ესე იგი, ეს არის თეორია საერთაშორისო ილია პრიგოჟინის ბრიუსელის ლაურეატი არის ნობელის პრემიის დამფუძნებელი ცვალებადობის თეორიის ავტორი. არის ფაქტობრივად ერთი გზა სისტემის დაშლა და ესე იგი მაგეთკენ წავალთ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ენერგია არ ყოფნის იმისთვის რომ ეს ვკობევოთ ის სისტემა გავიგეთ და მეორე გზა არის ამ სისტემის ახალ დოდეზე გადაყვანა. გამიგეთ? ესე იგი ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როგორ უნდა ვიზრუნოთ, ესეც გითხარით? ხო, გეტყვით ხო? გეტყვით. ხო, საუბრობ, გეტყვით. ხო, ესე იგი, ნახეთ, იმისთვის რომ ჩვენ იმედი გაგვიჩნდეს და პესიმისტური მდგომარეობიდან აზროვნების, ესე იგი, ოპტიმისტურს გადავ, ჩვენ გვჭირდება პატარა პრობლემების მოგვარება. აი, მაგალითად, იცით, ჩვენ შიდა ბრძოლებში და რაღაცეებში, ხო, დაგვავიწყარო, ესე იგი, ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ესეთი პრობლემატიკა, როგორც ნარკომანია არის, როგორც არის გემბლინგი, ხო, ესე იგი, როგორც არის უამრავი სხვა დაავადება და პრობლემა და პროსტიტუცია და არ ვიცი 1000 რადაც სხვა, ხო? მოდით გავერთიადეთ, იქ საათ შეგვიძლია რომ გავერთიადეთ. საათ არ უნდა გეწეროს, შენ კოცი ხარ, ნაცი ხარ თუ ვინა ხარ თუ რა ხარ, ხო? ესე იგი, ეს ხო ფაქტობრივად მარტივი არის. ეხლა დავიშვათ, ეხლა ცხილას ახლა შეეხეთ და აფხაზეთსაც მივაყოლები, ხო? ჩვენ მათთან ომი დასრულებული გვაქვს? არა. ომი გაყინული აქვს, სამხედრო ომი არ არის გაყინული. რატო იცით? იმიტომ უკრაინის ტერიტორიაზე ცხივალიდან და სოხუმიდან გასული ხალხი იბრძვის იქითა მხარეს, თბილისიდან და საქართველოს სხვა კონტროლირებად ტერიტორიიდან გასული ბიჭები იბრძვიან იმის მხარეს. შესაბამისად ისინი ეს ზელენსკის მხარეს. ხო? შესაბამისად, ესე იგი, ეს ხალხი ხო ესვრის ერთმანეთს, ხო? ხო იღუპებიან, ხო? ჩვენ შეგვიძლია რომ ფაქტობრივად იგივე ცხინვალთან, სოხუმთან ვისაუბროთ იმაზე, რომ შევხვდათ ისეთი პოლიტიკა ერთად.
ხო? რომ ესე იგი, რაც შეიძლება მეტი გამოვიყვანოთ და მორატორიუმი გამოვაცხოთ, რომ ესე იგი ეს მკვებავი არტერია იმ ომს ერთი მაინც არტერია გამოვაცალოთ რა. ხო? ესე იგი, იმიტომ რომ სასაფლაოები სავსეა, იცით ამაში ჩაერთვება ვლადიკავკაზიც, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასია ძალიან დიდი მსხვერპლია დაღესტანში და ჩეჩნეთში და სხვაებაში, ხო? ესე იგი, საქართველოს ლიდერი უნდა იყოს, ესე იგი, საკუთარ ეროვნულ დონეზე და რეგიონალურ განზომილებებშიც. თუ ჩვენ სტრატეგიული ინიციატივები რა გვაჩნია და ხო შეგვიძლია ერთმანეთის კბენა და ერთმანეთის გახსენება და ვინა ვართ მაშინ ჩვენ, გავადონე. ჩვენ თუ მომავალზე არ ვილაპარაკეთ და თუ აგერ შავ ზღვასთან დაკავშირებით არ ვთქვით როგორი არის ჩვენი ხედვა და როგორ ხედავთ ჩვენ შავ ზღვას, ხო? როგორი ხედავთ ამ თანამშრომლობას, იმ გითხრათ როგორი ნახვათ და იცი რა როგორი ხედვა აქვს უბრალოდ ბატონო ალექსანდრე საქმე რა შეიცი მე ოპტიმისტი ვარ მაგრამ რეალისტი ოპტიმისტი ვარ პესიმისტი ნამდვილად არ ვარ რა მაგრამ მე რეალობაში აი ამ მოცემულობაში კი უნდა გაკეთდეს გეთანხმებით მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ვინ უნდა გააკეთოს რატომ აქამდე ესე ადვილი რო იყოს ხო აქამდე გაკეთდებოდა ვირტუალ უსაფრთხოებაზე ხო საუბრობთ ხა თქვენ ხო მე თქვენ გადაცემაში ვიყავი და ახლავე წელიწად ნახევრის წინ. მე წარმოვადგინეთ თქვენ გადაცემაში უნიკალური პროექტი. ცხეთის რეაქტორის გადაქცევა რეგიონალური ბირთვული უსაფრთხოების ცენტრად. ხო? ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ცხეთის რეაქტორი საერთაშორისო დონის, ესე იგი, ცენტრად გადავაქციოთ კავკასიური ბირთვული უსაფრთხოებიდან დაწყებული და მერე უშუალოდ აქ შავი ზღვაც, კასპიის ზღვა და ყაზახების გზით ვიაროთ, ესე იგი, სეპარატისტის პროცესის და ასე და ასე. ხო? ესე იგი, ამის გამკეთებლები ვართ ჩვენ. თუ ჩვენ დავუშვათ მეორე გადაცემას, მესამე გადაცემას მიუძღვნით კონკრეტულ თემებს რა. თუ ჩვენ ფაქტობრივად, ესე იგი, ჩვენ საინფორმაციო ეთერს, ხო, დაუთმობთ არა იმას, რომ ჩვენ გავამწვავოთ კიდე ჩვენი კონფლიქტები რა. არამედ, ესე იგი, ინტელექტუალური ინტერვენცია მოვახდინოთ პრობლემებში. პროფესიონალური მიდგომა, ასე ვთქვათ, მივცეთ პრიორიტეტი, რა, კონკრეტულ პრობლემებს მიუძღვათ, ერთ პრობლემაზე ვილაპარაკოთ, რა. დავპატიჟოთ სტუდიაში სხვადასხვა აზრის და სხვადასხვა შესაძლებლობების ადამიანები, ვინც ესე იგი ამ პრობლემაზე იმჟელებს, იმუშავებს, ხო? ამიტომ მე გეუბნებით, რომ ესე იგი, ის პრობლემები, რაც გვაქვს, ხო, არის კაპიტალი. იმიტომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს პრობლემა მოგვაროთ. ამიგეთ ჩვენ გვაქვს შანსი არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკაში, არამედ რეგიონულ კავკასიურ პოლიტიკაში, შავი ზღვის პოლიტიკაში, შავი ზღვა კასპიისპირეთის განზომილებაში. ვინ უნდა მოაგვაროს? სამხრეთ ევროპულ განზომილებაში. კარგი იქნება თუ ხელისუფლება გააკეთოს. ხო, ვინ უნდა არა, ნახე რა შეასაქმე. დავიწყოთ აქტივობა, შევქმნათ ხელისუფლებას ქმნი რაღაცას. ხელისუფლებას, იცით რა სიტუაცია არის? რაგით ცუდი არ იყოს ხელისუფლება და კარგი ხელისუფლება მე არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს რა. ესე იგი, ხელისუფლებასთან უნდა ვისწავლოთ საუბარი რა. ხელისუფლებასთან ურთიერთობების კომუნიკაცია, ხლა მაგალითად ადრე არსებობდა, იცით, PR-ის სპეციალისტი, ხო? აღარ არსებობს, იმიტომ არსებობს ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელიც ნიშნავს ასო. საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობა სხვა არის, GR-ი, ესე იგი, government relations, ესე იგი, სახელმწიფოსთან ურთიერთობა სხვა არის, სხვა პრინციპებით არის საწყობილი რა. ბიზნესთან, business relations სხვა არის, სხვა სპეციალიზაცია არის. ესე იგი, სახელმწიფოსთან ურთიერთობები უნდა ვისწავლოთ რა. მოგწოვოს, არ მოგწოვოს, ესე იგი ის ესე თქვათ, ეს არის სახელმწიფო მოხელე. კი ბატონო. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამდენი ხანი რატო ვერ მოახერხეთ ეს თუნდაც თქვენ? რა არ მოახერხებთ, თქვენ რა იცით, მე რა მოახერხეთ? ხო, არა, აი მაინტერესებს, მაშინ რა მოახერხეთ? აი რა როგორ წავიდა წინ ამ პრობლემების გადაცემა. კარგი, თუ შემდეგი გადაცემა რო შეგვხვდებით, ესე იგი დავუთმოთ იმას რა მოახერხეთ. ანუ მოკლედ შემიძლია თქვა მაგალითად ეხლა თქვენ იცით ეს ანტინაღმური პრობლემატიკა, ნაღმების პრობლემატიკა მთელ კავკასიაში ერთ-ერთი უშუალოდ დაბარსებული საქართველოში მე ვიყავი მაგ ჯგუფების და ჯგუფების, იმიტომ რომ ერთი კი არა, რამოდენიმე ჯგუფი შეიკრა და მუშაობდა და დღესაც მუშაობენ, ხო, რაღაცას აკეთებენ. ესე იგი, ის რომ დაუშვათ საქართველოს იყო მედიატორი, მაგალითად აზერბაიჯანის და სომხეთის შორის, ესე იგი, ძევლების გაცვლა, ნაღმების რუკებზე რაღაც ჩვენ ყველგულობით მონაწილეობას თუ არ ვიტყვით რომ ესე იგი საერთოდ ინიციატორები ვიყავით მაგის, ხო? ბევრი რაღაცაა გაკეთებული ჩვენ, ისე ვთქვათ, ის რაც მაგრამ ესე იგი საკუთარი რეკლამისთვის მე არ მოსულო, ესე იგი. არა, უბრალოდ საინტერესოა რაღაც. ხო, საინტერესო არის ის, რომ მე კონფლიქტების სფეროში, ხო, მუშაობდი 89 წლიდან
ეროვნული მოძრაობა რო შეიქმნა და ეროვნული თანხმობის ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავ. იმიტომ რომ მაშინაც არსებობდა პრობლემები, ესე იგი ურთიერთობების. არა მხოლოდ ესე იგი სხვებთან ურთიერთობები საქართველოს სხვა რეგიონებში შიგნით რა თქმა უნდა არსებობდა და მაგის ის იყო მე რომ ამიტომ არის რომ ესე იგი ეს გამოცდილების გარდა მე მეცნიერებაში ვარ. ეხლა ფსიქოლოგიაში დავიცავე ერთი უშუალოდ კონფლიქტთან მიმართებაში, მეორე პოლიტიკურ მეცნიერებაში და ეხლა არქეოლოგიაში გადავედი. რატომ იცით? იმიტომ თუ ჩვენ სიღრმისეულად არ შევისწავლეთ ესე ვთქვათ ჩვენი ისტორია, თუ ჩვენ არ ვიცით ვინ იყო ესე იგი ესე ვთქვათ რა იყო ესე იგი საერთოდ ფაზისის აკადემია და ვინ იყო ესე იგი აერი და ვინ იყო ფართაზის და ესე იგი რა აზრები ქონდათ მათ ესე იგი და როგორ ასხოვდებოდნენ ისინი და როგორი კომუნიკაცია ქონდათ და როგორ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას ჩვენ მაგით თუ ვერ ვისწავლეთ ხო ჩვენ თუ გმირებად არ ვაქციეთ ჩვენი წარსულის უშუალოდ გმირები ჩვენ რეალურად დღევანდელ პრობლემებს ვერ მოვაგვარეთ რა კი ბატონო ჩვენი გადაცემა დრო ამოიწურა და ესე იგი სიტყვაზე გიჭერთ ძალიან საინტერესოა ამ თემებზე და გადადგმული ნაბიჯებით საინტერესოა ისე რომ ახლოს მომავალში კონკრეტულ თემაზე ერთ თემაზე დავждეთ ერთ თემაზე ვილაპარაკოთ დავგეგმოთ გადაცემა წინასწარ რომ კიდე შეიძლება ვინმე მოვიწვიოთ ვიც ჭირდება ამას რომ დავძრათ რაღაცა პროცესი კი ბატონო სიამოვნებაა მაშინ ესე იგი გადაიქცევა სხვანაირად ეს არის მოძრაობა ხო ეროვნული მოძრაობა რა არის ეროვნული მოძრაობა არის ყოველდღიური უშუალოდ ბრძოლა თავისუფლების ეროვნული თავისუფლების იდეოლოგია და არა უშუალოდ იმისთვის რომ მე გავიტანო ჩემ ესა სეპარატიზმი რა და უნდა თქვა რომ ესე იგი სეპარატიზმი გჭირს ჩვენ რა არა გჭირს რა თქმა უნდა პოლიტიკური სეპარატიზმი კი ბატონო რასიზავთ ხო სწორედ მაგას გულისხმობდი მე როცა ვამბობდი რომ ცოტა რთულია დღეს ამ ეტაპზე მაგრამ ნახოთ ესე იგი გელოდები თუ ახლოს მომავალში და დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე რეკლამის შემდეგ დაბრუნდები